ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინისა და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი. ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშავოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდეასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელიც მამაჩემმა დავითმა მოამზადა. მეორე ნეშტთა წიგნი, თავი 2, მუხლი 7. ძველი აღთქმიდან ეს ამონარიდი გვიამბობს თუ როგორ სთხოვა ისრაელთა მეფეს სოლომონმა დახმარება ჰირამ პირველს, ფინიკიელთა მეფეს. სოლომონს ტაძრის ასაშენებლად მთავარი ხუროთმოძღვარი სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ფინიკიელთა მეფემ მას გამოუგზავნა ჰირამ აბიფი, სოლომონის ტაძრის მთავარი მშენებელი. ტაძრის მშენებლობა დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც ჰირამ აბიფი თავისივე დაქვემდებარებულმა 3 შეგირდმა მოკლა. ლეგენდის მიხედვით ჰირამი საიდუმლო სამშენებლო ცოდნას ფლობდა. მოსწავლეებს სურდათ, რომ ეს ცოდნა მისგან გაეგოთ, თუმცა ოსტატი არ გატყდა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც ამ ამბავს. მითი მოგვითხრობს, რომ ოსტატს ტაძარში დაესხნენ თავს. ერთ-ერთმა შეგირდმა მას ფარგალი ჩასცა მკერდში. მეორემ კუთხოვანი სახაზავი იგივე გონიო, ხოლო მესამემ გრძელტარიანი ჩაქუჩი, რითაც საბოლოო დარტყმა მიაყენა მას. ცხედარი ქალაქის გარეთ დამარხეს და ზედაკაციის ტოტები დააყარეს. მთავარი არქიტექტორის თავგანწირვა მასონებისთვის ერთგულებისა და სულიერი სრულყოფის მაგალითი გახდა, ხოლო ის სიმბოლოები, რომლითაც ოსტატის სიცოცხლეს გამოასალმეს, მათ მთავარ სიმბოლოებად გადაიქცა. გამარჯობა, მე ვარ აჩი და ეს არის რატომ სოიერი. ამ ვიდეოში თავისუფალ მასონებზე ვისაუბრებთ. ვეცდებით მათ შესახებ არსებულ კონსპირაციებს დაუპირისპირდეთ და მცირედი სიცხადე მაინც შევიტანოთ ბრუსით მოცულ ამბებში. ასევე ვიდეოს ბოლოს გელოდებათ გათამაშება. თქვენ კი არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. თავად სიტყვა მასონი მომდინარეობს ძველი ფრანკული სიტყვიდან მასონ, რომელიც ინგლისურ ენაში მე-12 საუკუნეში შევიდა და დამკვიდრდა როგორც freestone mason, რაც სიტყვით ნიშნავს თავისუფალ ქვის მთლელს, ანუ ქვის დამუშავების ოსტატს, იგივე მშენებელს, კალატოსს. შუა საუკუნეებში ევროპაში ქრისტიანობა მაქსიმალურად იკიდებს ფეხს. შესაბამისად მიმდინარეობს მცირე თუ დიდ ქალაქებში ტაძრების მშენებლობა. დაბალი ტექნოლოგიური განვითარების გამო ტაძრების მშენებლობას რამდენიმე ათწლეული სჭირდებოდა. შესაბამისად მშენებლები იქვე ტაძართან მშენებლობასთან ახლოს სახლდებოდნენ და ქმნიდნენ პროფესიულ კავშირებს, ეგრეთ წოდებულ გილდიებს. მშენებლების გარდა გილდიები ჩამოაყალიბეს სხვა პროფესიებმაც. ისინი იცავდნენ თავიანთ წევრებს, აწესებდნენ პროფესიულ სტანდარტებს, ჰქონდათ თავიანთი სიმბოლიკა და გერბები და რაც მთავარია, გაწევრიანებისთვის აუცილებელი რიტუალები. სწორედ ასეთი პროფესიული გაერთიანება იყო თავდაპირველად მასონებიც. პირველი ოფიციალურად დაფუძნებული თანამედროვე მასონთა გაერთიანება იყო ლონდონის დიდი ლოჟა. იგი 1717 წლის 24 ივნისს შეიქმნა ქალაქ ლონდონში. ეს მოხდა ინგლისის დედაქალაქის ერთ-ერთ ტავერნაში საინტერესო სახელით ბატი და ცხაურა. ტავერნაში შეიკრიბა იმ დროს ქალაქში არსებული 4 სამშენებლო გილდია და მათ საერთოდ დიდი ლოჟა ჩამოაყალიბეს. მათი პირველადი გაცხადებული მიზნები იყო სამყაროს შეცნობა, პიროვნების მორალური და სულიერი სრულყოფა, განათლებისა და ცოდნის გავრცელება, ქველმოქმედება და საზოგადოების დახმარება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლონდონის დიდი ლოჟა დაარსდა როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია და მასში ნებისმიერი პოლიტიკური ღირებულებების მქონე ადამიანისთვის კარი ღია იყო. თავად სიტყვა ლოჟა მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან lodge, რომელიც ითარგმნება როგორც სამუშაო იარაღებისა და ხელსაწყოების შესანახი შენობა, რომელსაც კალატოზები მშენებლობისას აქტიურად იყენებდა. მასონთა სხვადასხვა ლოჟებს განსხვავებული სახელები და გერბები აქვთ, თუმცა რამდენიმე სიმბოლო მათ მაინც აერთიანებთ. პირველ რიგში ის ხელსაწყოები, რომლითაც დიდი ხუროთმოძღვარი ჰირამი მოკლეს თავისმა მოსწავლეებმა. ფარგალი სამართლიანობას აღნიშნავს. გონიო ანუ კუთხოვანი სახაზავი მიიჩნევა თვითკონტროლისა და მორალური თავშეკავების სიმბოლოდ, ხოლო გრძელტარიანი ჩაქუჩი ძალაუფლებისა და დისციპლინის გამომხატველ ნიშნად. აგრეთვე ლათინური ასო გე, რომელიც ღმერთს აღნიშნავს. ხშირად მისმაგივრად მასონთა სიმბოლიკაში იყენებენ ყოვლის მხედველ თვალს, რომელიც ნიშანია ყოვლის მცოდნე ღმერთის, რომელიც ყველაფერს ხედავს. აგრეთვე მასონთა ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა დაუსრულებელი პირამიდა და მის წვერში არსებული ყოვლის მხედველი თვალი. თვალზე უკვე ვისაუბრეთ, ხოლო პირამიდა გამოხატავს სიმტკიცისა და მარადიულობის ალეგორიას. ამასთან ერთად პირამიდა არის მშენებლობის იმ საიდუმლო ცოდნის სიმბოლო, რომელსაც დიდი ოსტატი ჰირამი შეეწირა და თავის მოსწავლეებს იგი არ გაანდო. ისევე როგორც პირამიდების მშენებლობის საიდუმლო, დღემდე ეს ცოდნაც დაფარული რჩება ყველასთვის. თავდაპირველ ლოჟებს საკმაოდ მარტივი იერარქია ჰქონდათ. სულ 3 საფეხური: ოსტატი, ოსტატის მოადგილე და შეგირდი. მასონთა რიგებში გაწევრიანებას ჰქონდა გარკვეული კრიტერიუმებიც. პირველ რიგში აქვე ხვდებოდნენ ურწმუნოები და ათეისტები. ეკლესიასთან როგორც ინსტიტუციასთან მჭიდრო კავშირი არ იყო აუცილებელი, თუმცა ურწმუნო ხალხისათვის მასონთა ლოჟის კარი დახურული იყო. კანდიდატის ასაკი მინიმუმ 21 წელი უნდა ყოფილიყო.
მას უნდა ჰქონოდა სურვილი მორალური და სულიერი განვითარებისთვის. გარდა ამისა, კანდიდატს უნდა მიეღო წევრების დადებითი რეკომენდაციაც. ინიციაციის საკითხი წყდებოდა ხმის მიცემით და ერთი უარყოფითი ხმაც კი ბლოკავდა კანდიდატს. ლოჟა თანასწორობით არ გამოირჩეოდა და მასში ქალების მიღება აკრძალული იყო. დაარსდა თუ არა პირველი ლოჟა 1717 წელს, იმავე საუკუნეში მასონობა დიდ პოპულარობას იხვეჭს ევროპის საზოგადოებებში. ცხადია, მასონთა წრეებში გლეხები ვერ გაწევრიანდებოდნენ, რადგან მათმა უმეტესობამ წერა-კითხვაც კი არ იცოდა. თუმცა მაღალ საზოგადოებრივ ფენებში და არისტოკრატებშიც კი მასონობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ინგლისის შემდეგ მასონთა ლოჟები დაარსდა ევროპის უმეტეს ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი. ასევე მე-18 საუკუნეში აქტიურად მოღვაწეობენ განმანათლებლები. მკვეთრად იზრდება მეცნიერებისა და სწავლულების როლი საზოგადოებაში. წიგნი ბევრად ხელმისაწვდომი და მასობრივი ხდება, რასაც თავის მხრივ გუტენბერგის საბეჭდი მანქანის შექმნამ შეუწყო ხელი. შესაბამისად, წერა-კითხვის მცოდნე და წიგნიერი ადამიანების რიცხვი ბევრად იმატებს, ვიდრე ეს შუა საუკუნეებში იყო. რაც უფრო მეტ სწავლობს და იგებს ადამიანი, მით მეტი კითხვის ნიშანი უჩნდება სამყაროზე. სწორედ ასეთ კითხვებზე პასუხისგაცემას ცდილობდნენ თავდაპირველად მასონთა ლოჟებზე. განათლების მასობრივად გავრცელების გარეშე ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ მასონობას საერთოდ ეარსება. შეკრებებზე მიმდინარეობდა დისკუსიები მეცნიერებაზე, ეთიკაზე, ადამიანის უფლებებზე. ლოჟაში გაწევრიანებული ადამიანები ჩართულები იყვნენ ფილოსოფიურ და ინტელექტუალურ ძიებაში. იმ დროს ჯერ კიდევ აბსოლუტური მონარქიებისა და იმპერიების ეპოქაში თავისუფალი აზრი იდევნებოდა. მასონთა ლოჟები კი გადაიქცა თავისუფალი აზრის გამოხატვის ერთადერთ ადგილად. აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მასონები თავად უწყობდნენ ხელს სკოლების გახსნას, წერა-კითხვის გავრცელებას, აფინანსებდნენ ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო პროექტებს, აშენებდნენ საავადმყოფოებს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც მწირი მოსავლიანობის დროს შიმშილისგანაც კი გადაურჩენიათ თავიანთი მოსახლეობა. მე-18 საუკუნეში მოღვაწე შოტლანდიელმა თეოლოგმა ენდრიუ რამზიმ, რომელიც აგრეთვე მასონი იყო და საფრანგეთის ლოჟაში ირიცხებოდა, შექმნა თეორია, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. რამზი ამტკიცებდა, რომ მასონობა ეს არის გაგრძელება ქრისტიანული რაინდული სულისკვეთებისა. იგი თვლიდა, რომ მასონობა არ არის პოლიტიკური ინსტიტუტი, არამედ იგი ძმობისა და ერთიანობის იდეაა. ფაქტობრივად ენდრიუ რამზიმ მასონობა სიმბოლურ გილდიური გაერთიანებიდან გადააქცია რაინდულ მისტიკურ საძმოდ, როგორებიც იყვნენ ტამპლიერები და ჰოსპიტალიერები. პირდაპირ ისტორიული კავშირი ტამპლიერებსა და მასონებს შორის არ დასტურდება. ეს კავშირი ხელოვნურად თავად მასონებმა მოიფიქრეს თავიანთი საძმოს გასამტკიცებლად. როგორც ჩვენს პირველ ვიდეოში ვისაუბრეთ, მას შემდეგ რაც 1314 წელს ტამპლიერების უკანასკნელი დიდი მაგისტრი ჟაკ დე მოლე პარიზში ებრაელთა კუნძულზე დაწვეს, ტამპლიერების ორდენი ოფიციალურად განადგურდა. თუმცა რაინდთა განადგურება ბოლომდე ვერ მოახერხეს. უმეტესმა მათგანმა ბრიტანეთის კუნძულს, შოტლანდიასა და პორტუგალიას შეაფარა თავი. გაქცეულ ტამპლიერ რაინდებთან ერთად გაქრა მათი განძის უდიდესი ნაწილი და მათი ფლოტი. აგრეთვე ვიცით, რომ იერუსალიმში ტამპლიერთა მთავარი შტაბი სოლომონის ტაძრის ნანგრევებში მდებარეობდა, ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც მასონთა იდეა იღებს სათავეს. სხვადასხვა თეორიის მიხედვით ტამპლიერები სოლომონის ტაძრის ნანგრევებში ეზიარნენ საიდუმლო ცოდნას. მათ შორის ქვის დამუშავებისა და მშენებლობის ძველ ხერხებს მიაკვლიეს. ამ ცოდნის შეძენას უკავშირებენ ტამპლიერების მიერ აშენებულ ძალიან რთულად ასაღებ ციხესიმაგრეებს მთელი ევროპის ტერიტორიაზე. სწორედ ამ ფაქტების მეშვეობით ენდრიუ რამზიმ ადვილად მოახერხა, რომ მასონობა ტამპლიერების მემკვიდრეობად წარმოეჩინა, რომ თითქოს მასონთა ლოჟები ტამპლიერების ერთგვარი გაგრძელება იყო ახალ ეპოქაში. მასონთა პირველი ლოჟის შექმნამდე ერთი საუკუნით ადრე, 1616 წელს, იოჰან ვალენტინუს ანდრემ გამოსცა წიგნი კრისტიან როზენკროიცერის ქიმიური ქორწილი. წიგნი მოგვითხრობდა გამოგონილ პერსონაჟზე კრისტიან როზენკროიცერზე, რომელმაც აღმოსავლეთში, ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში იმოგზაურა. საიდუმლო ცოდნა შეიძინა, ხოლო შემდეგ კი ევროპაში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ კრისტიანმა დაარსა საიდუმლო ორგანიზაცია როზენკროიცერთა ორდენი, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის სულიერ და გონებრივ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ლათინურად და გერმანულად დაწერილი წიგნი უბრალოდ ლამაზი ზღაპარი იყო, მან დიდი პოპულარობა მოიპოვა იმ დროის ევროპაში. კრისტიან როზენკროიცერის მოგზაურობით შეპყრობილმა ადამიანებმა მალევე დაიწყეს საიდუმლო ორგანიზაციების დაარსება და ეს წიგნი მათთვის ერთგვარი მანიფესტი გახდა. მათი სიმბოლოები სახელიდან გამომდინარე იყო ვარდი და ჯვარი. ორდენს ჰქონდა გაწევრიანების საიდუმლო რიტუალები, ინიციაციის ეტაპები და ფარული საკომუნიკაციო სიტყვები, რომლებიც მხოლოდ საძმოს წევრებისთვის იყო ცნობილი. ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც მასონობა ევროპაში განსაკუთრებულ პოპულარობას იხვეჭს, მასონთა გარკვეულმა ნაწილმა, განსაკუთრებით შოტლანდიაში, სწორედ როზენკროიცერებისგან აიღო ბევრი ელემენტი და ამით ისინი მათი ერთგვარი მემკვიდრეები გახდნენ. ისინი განსხვავდებოდნენ ტრადიციული მასონთა ლოჟებისგან. საძმოს წევრები ინტერესდებოდნენ ალქიმიით, ეზოთერიკით, მისტიკური სწავლებებით და ებრაული კაბალისტიკით. ცხადია, ამ ყველაფერს პრაქტიკულზე მეტად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. თუმცა როზენკროიცერებთან ასე მჭიდრო კავშირმა მასონობის სახელი საბოლოოდ გახვია მისტიურ საბურველში, რაც შემდგომში უამრავი კონსპირაციული თეორიის წყარო გახდა.
მასონთა მისტიკური ლოჟების ჩამოყალიბების პერიოდში ჩნდება საინტერესო პიროვნება, ოკულტისტი და მისტიფიკატორი მარტინეს დე პასკუალე. 1761 წელს საფრანგეთში მან დაარსა ელუს კოენის რაინდ მასონთა ორდენი. ტრადიციული ლოჟებისგან განსხვავებით, ელუს კოენის ორგანიზაციას ჰქონდა ღრმა მისტიკური და თეოლოგიური მისწრაფებები. ისინი მიმართავდნენ სიმბოლურ მაგიურ ოპერაციებს, ლოცვებს და სარიტუალო პრაქტიკას. ორდენის დოქტრინა იუწყებოდა, რომ არსებული ქრისტიანული ეკლესია დაღუპვის ზღვარზე იყო. სწორედ ამიტომ ისინი უნდა შემზადებულიყვნენ ამ საბედისწერო მომენტისთვის. ამიტომ შექმნეს უხილავი ეკლესიის დოქტრინა, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული არც ერთ მიწიერ საეკლესიო სტრუქტურასთან და პირდაპირ კავშირს დაამყარებდა ღმერთთან ლოცვით და სარიტუალო პრაქტიკების გზით. ისინი ამ პროცესს რეინტეგრაციას უწოდებდნენ. ელუს კოენის ორდენს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა დიდ არქიტექტორ ჰირამზე, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ტრადიციულ მასონთა ლოჟებში ითვლება პირველ მასონად და მათ სიმბოლურ ლიდერად. ელუს კოენის ორდენის ლიონის ბიბლიოთეკის არქივებით ვიგებთ, რომ ჰირამი არ მოუკლავთ. არამედ იგი თავისინებით გადადგა და სამსახური მიატოვა, რადგან ისრაელთა მეფე სოლომონი ცოდვებში ჩავარდა. ორდენის აზრით ჰირამი არ იყო უბრალო მოკვდავი, არამედ ამაღლებული არსება, რომელიც ღმერთმა გამოუგზავნა სოლომონ მეფეს. ჰირამი ითვლებოდა ღვთისრჩეული 6 წინასწარმეტყველიდან ერთ-ერთად, ხოლო ეს 6 იმიტომ მოევლინა ქვეყანას, რომ საბოლოოდ დაბადებულიყო მეშვიდე, უფალი იესო ქრისტე. ორდენის საბოლოო მიზანი იყო სატანის გავლენის განდევნა კაცობრიობიდან, ლოცვების ძალით ბოროტების დამარცხება. ამის შედეგად კი ადამიანის ღმერთთან შერიგება და ადამიანის დაცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. მასონობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ფიგურა იყო ჯუზეპე ბალზამო. კონტროვერსიული კი არა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ის დიდი აფერისტი და თაღლითი იყო. ჯუზეპე ბალზამო 1753 წელს ქალაქ პალერმოში დაიბადა, ღარიბი ფარმაცევტის ოჯახში. გაჭირვების მიუხედავად ოჯახმა შეძლო და მას კერძო განათლება მისცა. ხოლო მოგვიანებით წმინდა იოანეს კათოლიკურ ორდენში სწავლობდა ქიმიასა და სარიტუალო წესდებას, თუმცა იგი ორდენიდან მალე გამოაგდეს. 1764 წელს მან დაარწმუნა პალერმოელი ოქრომჭედელი ვინჩენცო მარანო, რომ მონტე პელეგრინოს მთაზე ძველი განძი იმალებოდა. ამ ინფორმაციის სანაცვლოდ ბალზამომ ოქრომჭედელს 70 ვერცხლის მონეტა მოსთხოვა, ხოლო ფულის მიღების შემდეგ ქალაქიდან გადაიხვეწა. პალერმოდან წასვლის შემდეგ ჯუზეპე ბალზამო მალტაზე გადავიდა, სადაც მალტის სამხედრო ორდენის წევრი გახდა. იქ ცოტა ხანი დაჰყო და შემდეგ რომში გადაიხვეწა. 1768 წელს ჯუზეპე ბალზამო რომში კარდინალის მდივნის თანამდებობას იკავებს, თუმცა სამსახური მალე მეზრდება და ორმაგ ცხოვრებას იწყებს. იგი ყიდდა ვითომ მაგიურ ეგვიპტურ ამულეტებს და ყალბ-ნახატებს. იმ პერიოდში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ლორენცა სერაფინა ფელიჩიანი. წყვილი მალე დაქორწინდა და ცოლის მშობლებთან დასახლდა. თუმცა რელიგიურმა ოჯახმა ბალზამოს უხეში გამოხტომები ვერ აიტანა და იგი ცოლთან ერთად სახლიდან წავიდა. მცირე ხანში ჯუზეპე ბალზამო დაუმეგობრდა ცნობილ იტალიელ თაღლითსა და გამყალბებელ აგლიატას, რომელმაც დოკუმენტების გაყალბება ასწავლა, ამის სანაცვლოდ კი ლორენცა ფელიჩიანისთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა, რასაც ბალზამო დათანხმდა. რომის შემდეგ ჯუზეპე ბალზამო თავის მეუღლესთან ერთად ლონდონში ჩავიდა, სადაც მან შეიცვალა გვარი, ბიძის გვარზე კალიოსტროზე გადავიდა და პირდაპირ მნიშვნელობით მიიკერა გრაფის ტიტული და გახდა გრაფი ალესანდრო კალიოსტრო. ლონდონიდან იგი საფრანგეთში გადავიდა, სადაც აქტიურად შეუერთდა მასონთა ლოჟებს. თუმცა ტრადიციული მასონობით არ დაკმაყოფილდა და შექმნა საკუთარი ეგვიპტურ მასონთა ლოჟა ლიონსა და სტრასბურგში. ლოჟის რიტუალური პრაქტიკა თავად კალიოსტრომ ჩამოაყალიბა. ლოჟის წევრები დაკავებულები იყვნენ მაგიით, მისტიციზმით, ალქიმიით, კაბალათი და ქრისტიანული სიმბოლოების მანიპულირებით. გრაფი კალიოსტრო ეგვიპტურ მასონობას წარმოაჩენდა უძველეს სიბრძნედ, რომელიც გადარჩა ეგვიპტიდან და ატლანტიდიდან. მან იმდენად გადაუხვია ტრადიციული მასონობის წესებს, რომ თავისი მეუღლე ლორენცა ფელიჩიანი გააწევრიანა მასონთა ლოჟაში. ეს იყო წარმოუდგენლად გაუგონარი ფაქტი იმ დროისთვის, რადგან ქალებს მასონთა ლოჟებში, როგორც ვთქვით, არ იღებდნენ. საბოლოოდ მან ესეც არ იკმარა და უშუალოდ ქალების ლოჟად შექმნა, სადაც დიდ მაგისტრად თავისი ცოლი ლორენცა ფელიჩიანი დანიშნა. გრაფმა პარიზში პოპულარობის პიკს მიაღწია. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ავად გახდომის დროს ბენჟამინ ფრანკლინს, რომელიც იმ დროს აშშ-ს ელჩი იყო საფრანგეთში, გრაფი კალიოსტრო ექიმად შესთავაზეს. თავად ბენჟამინ ფრანკლინიც პენსილვანიის მასონთა ლოჟის დიდი მაგისტრი იყო, ამიტომ მისი გადაკვეთა გრაფ კალიოსტროსთან საკმაოდ ლოგიკურია. პარიზში გრაფი კალიოსტრო ცნობილ კრიმინალურ სკანდალშიც გაეხო. იგი ფიგურანტად გადიოდა დედოფალ მარია ანტუანეტას ბრილიანტის ყელსაბამის გაყალბება ქურდობის საქმეში. მას ამის გამო 9 თვის გატარება ბასტილიის ციხეში მოუწია, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო იძულებული გახდნენ, რომ გაეთავისუფლებინათ. ციხის დატოვების შემდეგ გრაფი კალიოსტრო ტოვებს საფრანგეთს და ლონდონში გარბის, თუმცა მალე იქაც პრობლემური ხდება მისი მდგომარეობა და ლონდონიდან რომში ბრუნდება. 1799 წლის 27 დეკემბერს ჯუზეპე ბალზამო ინკვიზიციის ორმა აგენტმა დააპატიმრა მასონთა ლოჟის დაარსების მცდელობის ბრალდებით.
ერთ-ერთი ვერსიით გრაფ კალიოსტროსთან ერთად თავისი მეუღლეს დააპატიმრეს. ლორენცამ წამებას ვერ გაუძლო და თქმის ყველა აფიორა დაფქვა. მას მონასტერში მიუჩინეს ადგილი, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც. ჯუზეპე ბალზამოს სასამართლო ჩაუტარეს, რომელმაც თავდაპირველად გრაფს სიკვდილი მიუსაჯა. თუმცა შემდეგ სასჯელი უვადო პატიმრობით შეუცვალეს და ფორტე დი სან ლეოს ციხეში მოათავსეს, სადაც 1795 წელს გარდაიცვალა კიდეც. 1789 წელს მოხდა საფრანგეთის რევოლუცია. ცხადია, მასონთა კავშირი მონარქიის დამხობაში არ დასტურდება, თუმცა რევოლუციის იდეური სულის ჩამდგმელები იყვნენ განმანათლებლები, რომელთა გარკვეული რიცხვი მასონთა ლოჟებში ირიცხებოდა. მაგალითად, ვოლტერი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში მასონი გახდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან იმ დროს მასონთა ლოჟები პირდაპირ იზიდავდა საზოგადოების განათლებულ ნაწილს. მართალია, ვოლტერი მონარქიის დამხობამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა, თუმცა თავად რევოლუციის ლიდერები მას იდეურ მამად და ინსპირაციის ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნევდნენ. მასონური ლოჟები იყო სივრცე, სადაც განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიცაა ინდივიდუალური თავისუფლება, საერო ხელისუფლება, თანასწორობა, ძმობა. აკრიტიკებდნენ აბსოლუტურ მონარქიას და მის მანკიერ მხარეებს. განმანათლებლებმა ეს იდეები საკმაოდ გასაგებ ენაზე მიაწოდეს მასებს, რამაც ფრანგი ხალხის ცნობიერების ამაღლება გამოიწვია და მონარქიის ძალადობრივი დამხობა განაპირობა. ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდა ევროპის ყველა დიდი იმპერია. მათ მმართველებს ბუნებრივი შიში გაუჩნდათ, რომ საფრანგეთიდან რევოლუციის ექსპორტი მოხდებოდა და ლუი მე-16-ის ბედს ისინიც გაიზიარებდნენ. ავსტრია-უნგრეთის, ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერატორებმა აქტიურად დაიწყეს საიდუმლო მასონთა ლოჟების შევიწროება და რეპრესიები, რადგან რევოლუციის მთავარ საფრთხეს სწორედ მათში ხედავდნენ. სწორედ ამ პერიოდში გაასმაგდა ყველანაირი ჭორი და კონსპირაციები ფრანკ-მასონთა შეთქმულების შესახებ, თუ როგორ აწყობდნენ ისინი რევოლუციებს და ძირს უთხრიდნენ იმპერიებს. საფრანგეთის რევოლუციამ ბუნებრივად გამოიწვია ნაციონალიზმის გაღვივება. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გახშირდა რადიკალური ნაციონალისტური მოძრაობები და ეს ყველაფერი ანტისემიტიზმის ფონზე მიმდინარეობდა. ებრაელ ხალხს არასოდეს ულხინდა. ისინი მუდმივად იდევნებოდნენ, თუმცა ნაციონალიზმის აღზევებამ ეს ყველაფერი საერთოდ სხვა მასშტაბებზე გაიყვანა. განსაკუთრებით რუსეთის იმპერიაში იდევნებოდა ებრაელი ხალხი. ეკლესიის მეოხებით დამკვიდრებული იყო საზღვარი ტერმინი ჟიდამასონstva, რაც გულისხმობდა, რომ ებრაელი მასონების ბრალია ყველა პრობლემა, რაც რუსეთში არის. ისინი იწვევენ ყველა უბედურებას. მდიდარი კომერსანტების მეშვეობით აწყობენ შეთქმულებებს, ძირს უთხრიან სახელმწიფოს, იწვევენ ეპიდემიებს და პირდაპირ მნიშვნელობით წამლავენ საწყალ რუს მოსახლეობას. ეს ყველაფერი ებრაელ ხალხს მთავარ სამიზნედ აქცევდა. გახშირდა ეგრეთ წოდებული პოგრომები, რაც გულისხმობდა მჭიდროდ დასახლებულ ებრაულ უბნებში გავეშებული ბრბოს შეჭრას, მათ დახოცვას, სახლების გადაწვას, ქალების გაუპატიურებას და ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერმინი პოგრომი, როგორც ებრაელი ხალხის დაწიოკების აღმნიშვნელი სიტყვა, რუსული ენიდან დამკვიდრდა სხვა ენებში. ამ ყველაფერს ემთხვევა და ალბათ ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს კიდეც 1898 წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში მსოფლიო ებრაელთა კონგრესის შეკრება, სადაც ჩამოაყალიბეს დებულება, რომლის მიხედვითაც ებრაელმა ხალხმა უნდა აღადგინოს თავიანთი ისტორიული სამშობლო წმინდა მიწაზე. ამ მოძრაობას სიონიზმი ეწოდა, ანუ ებრაელების მიერ ისტორიულ მიწაზე დაბრუნებას და იქ სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ სწრაფვას. გაჟღერდა თუ არა ეს იდეა საჯაროდ, იმ წავსვე გაასმაგდა კონსპირაციები და შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ მასონი ებრაელები მართავენ მსოფლიოს. 1903 წელს რუსეთის იმპერიაში გამოიცა ტექსტი სიონის ბრძენთა ოქმები. პირველად ტექსტი ნაწილობრივ გამოქვეყნდა გაზეთ „ზნამიაში“ და საღდებოდა როგორც ებრაელ ბრძენთა საიდუმლო შეხვედრის ოქმები. ჯამში ტექსტი შეიცავდა 24 ოქმს და ყვებოდა ებრაელთა გლობალურ შეთქმულებაზე. თუ როგორ ისახავდნენ ისინი მიზნად რელიგიის, ბანკების, მედიის, განათლებისა და პოლიტიკის გაკონტროლებას. 1919 წელს ტექსტი ინგლისურადაც გამოიცა და ითარგმნა. 2 წლის შემდეგ The Times-ის ჟურნალისტმა მეცნიერული მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ტექსტი იყო სრული ფალსიფიკაცია და მანვე გამოაშკარავა პლაგიატი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ტექსტი რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიციის, ეგრეთ წოდებული ოხრანკის მიერ იყო შედგენილი, რათა გაემართლებინათ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის სიყალბე მეცნიერულად დადასტურდა, მოგვიანებით იგი გერმანიაში აქტიურად გამოიყენა ჰიტლერის რეჟიმმა ერთ-ერთ იდეურ იარაღად ებრაელების წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ ჰოლოკოსტში და ებრაელთა ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. დღეს ნაციზმი აღარ არის, თუმცა ეს ტექსტი კვლავაც ვრცელდება ინტერნეტის მეშვეობით სხვადასხვა კონსპირაციულ წრეებში და გამოიყენება ანტისემიტური მიზნებისთვის. ვიდეოს ბოლოს მოდით ვახსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებზეც დაამბილებით ვიცით, რომ სხვადასხვა დროს მასონთა სხვადასხვა ლოჟებში იყვნენ გაწევრიანებული. ფრანგი განმანათლებელი ვოლტერი და $100-ზე გამოსახული ბენჯამინ ფრანკლინი უკვე ვახსენეთ. მათ გარდა პოლიტიკის სფეროდან მასონები იყვნენ ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ვირჯინიის შტატის ლოჟაში იყო გაწევრიანებული. ვაშინგტონის გარდა ამერიკის პრეზიდენტებიდან მასონთა ლოჟებში ირიცხებოდნენ ფრანკლინ დელანო რუზველტი, თეოდორ რუზველტი და ჰარი ტრუმენი. ასევე ცნობილი ავტომწარმოებელი ჰენრი ფორდი ირიცხებოდა მიჩიგანის მასონთა ლოჟაში. ასევე ჯეი ედგარ ჰუვერი, რომელიც იკავებდა FBI-ის შეფის თანამდებობას 47 წლის განმავლობაში.
ცნობილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი აგრეთვე იყო სენტ-ლუისის მასონთა ლოჟის წევრი. სხვადასხვა დროს რუსეთის იმპერიაში მასონები იყვნენ, მაგალითად მიხაილ კუტუზოვი, ცნობილი სამხედრო და იმპერიის ჯარების მთავარსარდალი, ადამიანი, რომელმაც ნაპოლეონი დაამარცხა და აიძულა რუსეთი დაეტოვებინა. ალექსანდრ სერგეიჩზე პუშკინი, გენიალური რუსი პოეტი, რომელიც ირიცხებოდა სანქტ-პეტერბურგის მასონთა ორგანიზაციაში სახელად ოვიდიუსის ლოჟა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი, ირიცხებოდა ვენის მასონთა ლოჟაში. ვენის კლასიკოსების კიდევ ერთი წარმომადგენელი, კომპოზიტორი იოზეფ ჰაიდნი, ირიცხებოდა ვენის მასონთა იმავე ლოჟაში, სადაც მოცარტი. მასონების ღირსეული წარმომადგენელი იყო აგრეთვე გენიალური გერმანელი პოეტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე. გოეთე იყო პოლიმათი და პოეზიის გარდა სიღრმისეულად ფლობდა სხვა ბევრ პროფესიას. იგი იყო დრამატურგი, მხატვარი, დიპლომატი, მუსიკის კრიტიკოსი, ბიოლოგი, ბოტანიკოსი და ფიზიკოსი. ინგლისელებიდან სერ უინსტონ ჩერჩილი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის დროს, 1901 წელს გაწევრიანდა სტატჰოლმის მასონთა ლოჟაში. სერ არტურ კონან დოილი, ცნობილი ინგლისელი მწერალი, რომელიც ირიცხებოდა პორტსმუთის მასონთა ლოჟაში 1887 წლიდან. სერ ალექსანდრ ფლემინგი, ცნობილი მეცნიერი, ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა პელიცილინის და ტუბერკულოზის განკურნება შესაძლებელი გახადა. 27 წლის ასაკში გაწევრიანდა ლონდონის სანქტა მარიას ლოჟაში. აგრეთვე უოლთჰემის მასონთა ლოჟაში 1953 წლიდან ირიცხებოდა ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი ალფ რემზი, ადამიანი, რომელმაც შეძლო და ინგლისს ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. ახლა კი რაც შეეხება გათამაშებას. მონაწილეობის მისაღებად კომენტარებში დაგვიწერეთ ყველაზე საინტერესო და დამაჯერებელი კონსპირაციული თეორია, რაც კი გსმენიათ. ამ ვიდეოს დადებიდან ერთ კვირაში გამოვავლენთ გამარჯვებულს, ხოლო გაიმარჯვებს ის, ვის კომენტარსაც ყველაზე მეტი ლაიქი ექნება. რაც შეეხება პრიზს, ეს არის უმბერტო ეკოს ფუკოს ხანქარა. საუკეთესო მხატვრული რომანი შეთქმულების თეორიების შესახებ. დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.